ჩემო არხის მაყურებელო, მოგესალმებით. დღეს კი 16 ივნისია. ეხლა მე მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ გუშინდელი ორი მთავარი მარჩის შესახებ და სპორტის შესახებ, სპორტული ამბების სიახლეებით დაგიბრუნდით. დავიწყოთ პირველში იმით, რომ ბაიერნმა 0-10 მოიგო და პრინციპში ძალიან მარტივად მოიპოვა სამი ქულა. ჩემო არხის მსმენელებო და თბილისის დროის ყველაზე მთავარი გუშინ და თბილისის დროის, რომელიც 23 საათზე იყო პარი სენ-ჟერმენი მადრიდის ატლეტიკო და ჩვენ ველოდებოდით ძალიან დაძაბულ თამაშს და დრამატულ თამაშს, მაგრამ პრინციპში პარი სენ-ჟერმენი ფავორიტად წავდგა და პირველ ნომრად მოახერხა თამაში მადრიდის ატლეტიკოს. ძალიან ცოტა ხანი ჰქონდა ბურთის საერთოდ და პრინციპში პარი სენ-ჟერმენი უფრო აქტიურობდა და ანგარიძეც აიცახა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას 2 ასისტი არის ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიძე. ჩემო არხის მსმენელებო, დეჯიო დუემ ძალიან საინტერესო თამაში შემოგთავაზა და საერთო ჯამში ეს მორჩა 4-0 მოიგო პარი სენ-ჟერმენმა. თითქოს მეორე ტაიმში ეტყობოდა, რომ დაწყებიდან ეტყობოდა სადღაც 10 წუთი, რომ მადრიდის ატლეტიკოს რაღაცა უპირატესობის დინობდა, რომ თამაში წაეყვანა მეორე ტაიმი თავისი კალმახით და თავისი ბურთიფლობის დილოდა და შეტევები, რამოდენიმე კარგი შეტევები განახორციელა. კი, გოლიც გაიტანა ალვარესმა, მაგრამ ვარის ოთახში გადამოწმდა ეგ და გოლია ჩათვალეს მიუხედავად დეჯიო დუეზე დავრღვევა იყო. ჩემო არხის მსმენელებო, ეხლა კი რა შეეხება დღეს ლოს-ანჯელესი ჩელსი იქნება თბილისის დროის 11 საათზე და ღამის 2 საათზე გვიან იქნება, რა თქმა უნდა, ბენფიკა და დილით დასრულდება ეს სათამაშო დღე, დილით გამთენიისას, დილით 5 საათზე. ჩემო არხის მსმენელებო, პრინციპში მე მინდა გითხრათ, რომ პორტომაც ვერ მოახერხა გამარჯვება და ინტერ მაიამსაც 1 ქულა და პორტოსა და საერთო ჯამში 4 გუნდს 1 ქულა. ჩემო არხის მსმენელებო და აქ ცოტა საინტერესოა სიტუაცია. 4 გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს ჯგუფიდან, რომელიც ჯგუფიდან საერთო ჯამში, როგორც მოგეხსენებათ, გადის 2 გუნდი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შესახებ ეს არის პრინციპში საინტერესო, რომელიც ამერიკაში იმართება და 1 თვის განმავლობაში საზოგადოების პირველი არხის შემოგთავაზეს და პირველი არხის სპორტის შემოგთავაზეს. ეხლა მადლობას გიხდით მოსვლენით და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ.